ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple დიდ ტრანსფორმაციას განიცდის და ეს ტრანსფორმაცია მიმდინარეობს კომპანიის მენეჯმენტში, რადგანაც Apple მიუხედავად იმისა, რომ მაღალ ტექნოლოგიური და ცვალებადი კომპანიაა, ზოგადად გამოირჩევა სტაბილური მენეჯმენტით, რომლებიც როგორც წესით იქ წარმოდგენილი პიროვნებები თავიანთ თანამდებობებს იკავებენ მრავალი 10 წლეულის განმავლობაში, რადგანაც Apple ფიქრობს 10 წლეულებში. ის არ აკეთებს გათვლას მხოლოდ და მხოლოდ მომავალ წელზე და მომავალ კვარტალზე. Apple უმიზნებს როგორც წესი ყოველთვის პლუს-მინუს 10 წელიწადს და ამ მიმართულებით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაშინ როდესაც საქმე გაქვს 3 ტრილიონიან კომპანიასთან და ამ კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მენეჯერი ტოვებს თავის თანამდებობას, ეს არის Jeff Williams-ი, რომელიც არის საოპერაციო დირექტორი. საოპერაციო დირექტორი, ანუ COO არის ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე და Apple არის კომპანია, რომელიც ფაქტობრივად ყველა კონტინენტზე ოპერირებს, მას აქვს გაყიდვების არხები აბსოლუტურად ყველგან, წარმოება არის გადატანილი აზიაში, დიზაინი იქმნება ამერიკაში, აღსრულება მიმდინარეობს ნაწილის ამერიკაში, ნაწილის ტაივანში, ძალიან რთული კომპლექსური ჯაჭვი არსებობს Apple-ისა, რომელიც ყოველთვის უნდა მოქმედებდეს უწყვეტად, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას გაუჭირდება მომხმარებლებისათვის პროდუქციის მიწოდება, როგორც თქვი, პლანეტის ყველა კონტინენტზე და ლამის 190 ბაზარზე, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა და ეს ადამიანი წლების განმავლობაში ამ ამოცანას შესანიშნავად ართმევდა თავს, რადგანაც Apple-ზე კარგი შედეგი პლანეტაზე სულ 1-2 კომპანიას თუ უჩვენებია, თუ კი განვლილ 20 წელიწადს გავითვალისწინებთ, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მოგებიანი და მაღალ შემოსავლიანი კომპანია, რომელიც ზრდის დინამიკას არ აჩერებს. ეს ადამიანი ტოვებს თანამდებობას, ეს გადაწყვეტილება არის გააზრებული, ეს არის იმპულსური გადადგომა ან რაღაც მსგავსი, ის უბრალოდ გადის პენსიაზე, რადგანაც ფიქრობს, რომ მიაღწია უკვე თავის კარიერულ პიკს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიღალა კიდეც ამდენი წლით მუშაობით, რადგანაც როგორც თქვი, მრავალი 10 წლეულია უკვე Apple-ში არის წარმოდგენილი და Apple-ის CEO-ობა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, ხოლო ამ პოზიციას ახლა უკვე დაიკავებს სავი ხანი, რომელიც აგრეთვე არის Apple-ის ვეტერანი, 20 წელიწადზე მეტი ამ კომპანიაში მუშაობს და სწორედ საოპერაციო დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტია იგი, ანუ მან ზუსტად იცის Apple როგორ მუშაობს და აქაც გასაკვირი არ არის, რომ მის ადგილს სწორედ ხანი დაიკავებს, რადგანაც Apple-ში ასეთი ჩვევაა ზოგადად, როდესაც მიდის მაღალი, ასე ვთქვათ, ლეველის მენეჯერი, მის ადგილს როგორც წესი იკავებს მისი ვიცე-პრეზიდენტი, რადგანაც Apple-ში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს, რომელიც გაუძღვება ამ კომპანიას, ზუსტად ჰქონდეს წარმოდგენა და ცნობა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს ეს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი. თუმცა იყო გავრცელებული ინფორმაცია მედიაში მრავალი ხნის განმავლობაში, რომ ტიმ კუკის შეცვლილად მოიაზრებოდა Jeff Williams-ი თავის დროზე, მაგრამ ახლა ის პენსიაზე გავა. შესაბამისად, ეს უკვე სიმართლეს არ შეესაბამება და გარკვეულწილად Apple-ში ეს დაადასტურეს, რადგან თქვენს, რომ თავად ეს როქირება, რომელიც საოპერაციო დეპარტამენტის შიგნით შედგა, იყო მრავალი წლის წინ შეთანხმებული, გასული და ამისთვის მთელი კომპანია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. თავად Jeff Williams-ი 62 წლის არის, რაც საკმაოდ კარგი ასაკია ამერიკაში პენსიაზე გასვლელად, მით უმეტეს რომ ის საკმაოდ დიდარი ადამიანი იქნება გამომდინარე მისი პოზიციიდან და რამდენიმე ასეული მილიონი აქვს მას. ცხადია აუცილებლად და ვთქვათ ისიც რომ ჯერ კიდევ 1998 წელს დასაქმდა ის Apple-ში, ანუ დღეს Apple-ის თანამშრომლებს შორის ერთ-ერთი უხუცესია. მოგვიანებით უკვე 2015 წლიდან გადავიდა COO-ს პოზიციაზე და მას შემდეგ არის მენეჯმენტის, მაღალი მენეჯმენტის წევრი. მანამდე კი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაახლოებით 14 წელი მუშაობდა IBM-ში, რომელიც იმ პერიოდში იყო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მნიშვნელოვანი კომპანია. დღეს ასე აღარ არის, მაგრამ მაშინ ტექნოლოგიები იყო ცოტათი სხვანაირი, მაშინ Apple-იც არ იყო პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანია. Apple-ისთვის ძალიან დიდი ცვლილება არის აგრეთვე Jeff-ის წასვლა, რადგან ის იყო ადამიანი, რომელიც კურირებდა დიზაინის მიმართულებას. დიზაინი კი Apple-ისთვის მისი დაფუძნების დღიდან არის ლამის ფაქტობრივად ნომერ 1 პრიორიტეტი, რადგან ასეთი ფილოსოფია და სულისკვეთება ჰქონდა კომპანიის დამფუძნებელ Steve Jobs. მაგრამ ამიერიდან როგორც ჩანს, პირდაპირ კურატორი დიზაინის მიმართულებისა იქნება Tim Cook, კომპანიის გენერალური დირექტორი, ასე რომ შეიძლება გარკვეული ცვლილებებიც კი ვიხილოთ დიზაინის მიმართულებით, რადგან Tim Cook-ი იყო ის ადამიანი, რომელიც იყო თავის დროზე მარჯვენა ხელი Steve Jobs-ისა და პრინციპში სწორედ ამიტომაც დაინიშნა ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, მაშინ როცა 2011 წელს Steve Jobs-მა გადაწყვიტა გადასვლა და გადადგომა საკუთარი თანამდებობიდან.